თავიდან არ მქონდა იმედი, რომ ობიექტურად ჩატარდებოდა ეს სასამართლო, იმიტომ მოტივირებული იყვნენ პოლიტიკურად. სასამართლო იყო მოტივირებული, ვინაიდან ჩემი ორივე შვილი ლაშა და თონიკე შენგელები არიან ოცნების წევრები და აკრავდნენ პლაკატებს სრულიად კანონიერად. მოვიდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, როგორც სამართლოდან შევიტყვე, დაუწყეს ცემა, მოვიდა პატრული, რომელიც მის მაგრად გაეშველებინა, გამშველების როლში გამოსული იყო. ცემა ჩემი შვილები და ის ორი ახალგაზრდა იმათთან ერთად დააკავეს და დღეს აგერ სამართლოში შევესარი ფარს უბრალოდ. სადაც ეს პატრულის თანამშრომლები არიან როგორც ბრალდებლები, არიან როგორც მოწმეები და არიან როგორც ბადრაგი და იარაღით იმყოფებიან სამართლო პროცესზე, რაც როგორც მე ვიცი არის დაუშვებელი. მე გამოვედი ბოლო წეთი იყო, როცა მოსამართლემ შეუსწორა პატრულის ესე იგი თანამშრომლებს ამ დროს როგორც მოწმეს ჩვენების რაღაც ნაწილი, რომელიც იყო განსაკუთრებული ამ საქმისთვის და აიძულა ესე იგი მდივანი, რომ ჩაეწერა ის, რაც აწყობდა თვითონ ოკში. და ამის ნიშნად პროტესტის ნიშნად და ამ ფარსის გამო დავტოვეს სამართლო პროცესი. ანუ ქალაქ რუსთავის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლემ დღეს გამოიტანა გადაწყვეტილება, ანუ მათ მიმართ თორნიკე და ლაშა შენგელიები იყვნენ დაკავებულები ძმები. თორნიკე შენგელიას მიმართ გამოიტანა 100 ლარიანი ადმინისტრაციული სახელი, ლაშა შენგელიას მიმართ 400 ლარიანი, აგრეთვე დაკავებული ყავდათ ზურაბიანი ზურა და გიორგი დარბაიძე. მათ მიმართაც 400 ლარიანი ადმინისტრაციული სახელი გამოიტანა პოლიციის თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. სამართლიანს ვერ დავარქმევ, რადგან მათი მხრიდან არ ქონია არანაირ სამართალდარღვევას ადგილი, აქედან გამომდინარე მათ მიმართ უნდა შეწყვეტილიყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება მთლიანად.